ყველაფერი დაიწყო არა ამბიციით, არამედ შიშით. ჯერ კიდევ თინეიჯერი ვიყავი, როცა პაპაჩემს ალცჰაიმერის დიაგნოზი დაუსვეს. შემდეგი წლების განმავლობაში გვერდიდან ვუყურებდი, როგორ იშლებოდა ადამიანი. როგორ ავიწყდებოდა მოვლენები, სახელები, სახეები, ბოლოს კი საერთოდ ვეღარ ვცნობდა. მახსოვს, როგორ ჩავცქეროდი თვალებში, იმედით, რომ რაღაც სიტყვით, მიმიკით ან ქცევით რამეს გავახსენებდი, მაგრამ უშედეგოდ. მაშინ პირველად დავფიქრდი მეხსიერების მსხვერვადობასა და იმაზე, თუ ვინ ვართ ჩვენი მოგონებების გარეშე. დავიწყე ალცჰაიმერზე კითხვაც. როგორც კი აღმოვაჩინე, რომ ეს შეიძლება გენეტიკური ყოფილიყო, ძალიან შემეშინდა. შემეშინდა, რომ ერთ დღესაც ვერ ვიცნობდი ოთახს, სადაც გავიღვიძე. ადამიანებს, ვინც მკითხულობდნენ. ფიქრობამ გამოცდილებამ დიდად განსაზღვრა ჩემი ცხოვრება, რადგან დავიწყე გამოუსადეგარი ნივთების შეგროვება, რაც კი რაიმე მოვლენას უკავშირდებოდა. ვაკეთებდი ჩანაწერებს, სადაც დეტალურად აღვწერდი ჩემს დღეებს. მოგვიანებით უკვე ჩემი მოგონებების სიმბოლოებთან დაკავშირება დავიწყე და ესე გადაიქცა ჩემი სხეულიც მოგონებების კანვასად. ეს ყველაფერი ერთგვარ ობსესიას გავდა. ამასობაში კი ვიზრდებოდი და ვეძებდი ჩემს ადგილს ამ სამყაროში. ვინ მინდოდა გამოვსულიყავი, რა მინდოდა ყოფილიყავი. ბევრი ინტერესის გამო ჩემთვის არასდროს იყო ნათელი, რა გზას უნდა გავყოლოდი. ამიტომაც ბევრ სხვადასხვა სფეროში ამოვყავი თავი. ერთ დღესაც გავიგე ჟურნალისტიკის კოლეჯის შესახებ, სადაც სკოლის პარალელურად შემეძლო მესწავლა. მეც დავტოვე თეატრი, სადაც მსახიობის ოსტატობას ვეუფლებოდი და დავიწყე ჟურნალისტიკის სწავლა. იქ ერთ-ერთ საგანში, სადაც მოვლენების ვიზუალიზაციას გვასწავლიდნენ, მოგცეს დავალება, რომ ჩვენთვის ნაცნობ ქუჩებში გავსულიყავით კამერით და გადაგვეღო ყველაფერი, რაც ჩვენს ყურადღებას მიიპყრობდა. მეც ავიღე ჩემი მშობლების ეს პატარა კენონი, რომელთაც მამა ჩემი ხშირად გვიღებდა ხოლმე საოჯახო ფოტოებს და გავეშურე რუსთაველისკენ. იმ დღეს აღმოვაჩინე, რომ თურმე ქაოტურ რიტმში ძალიან ბევრი რაღაც რჩებოდა სამყაროში. მაგ დღეს რაღაცა ახალი ძალა ვიგრძენი კამერით ხელში, თითქოს ახალი ფორმა ვიპოვე სამყაროსთან კომუნიკაციის, მისი დაკვირვებისა და დამახსოვრების. ესე აღმოჩნდა კამერა ჩემს ხელში არა როგორც სახელოვნებო ინსტრუმენტი, არამედ როგორც დროსთან და დავიწყებასთან საბრძოლველი იარაღი. ფსიქოლოგიის კურსიც გავიარე საგანი ჟურნალისტიკაზე სწავლის დროს. სადაც პირველად ვისწავლე და შევიტყვე ატრიბუციის შემთხვევის შესახებ. ატრიბუციის შემთხვევა აღწერს იმას, თუ როგორ ვაფასებთ ადამიანები მოვლენებს. თუ როგორ შეიძლება განვსაჯოთ სხვა ადამიანი იმავე ქცევის გამო, რასაც ჩვენ შემთხვევაში იდეალურ გამართლებას მოვუძებნიდით. მეც დაბნეულმა თუ რა პროფესიულ გზას უნდა გავყოლოდი, გადავწყვიტე ფსიქოლოგიაზე ჩამებარებინა, რადგან ვიფიქრე ამით უკეთესი ადამიანი გავხდებოდი. სწავლის პარალელურად დავიწყე ბარში მუშაობაც, სადაც კიდევ ერთი ახალი საინტერესო სამყარო გაიხსნა ჩემთვის და კიდევ ერთი ახალი პროფესიაც შევიძინე. ჩემი ცხოვრება გახდა მრავალფეროვანი. ხვდებოდი საინტერესო ადამიანებს, ხვდებოდი ამოვყოფდი ხოლმე თავს რაღაც საინტერესო თავგადასავლებში და სიტუაციებში, დავიწყე დამოუკიდებლად ცხოვრებაც. ბევრი რამ ხდებოდა ძალიან და არაფერი მინდოდა გამომეტოვებინა. ჩემში გაჩნდა ახალი შიში, გამოტოვების შიში. ეს ყველაფერი რამდენადაც მრავალფეროვანი და საინტერესო იყო, იმდენად იყო თვითდესტრუქციული. რადგან იმის შიშით, რომ არაფერი გამომეტოვებინა, ვიყავი ყველგან, ყოველთვის. მუშაობდი რამდენიმე ბარში ერთდროულად და არ გამაჩნდა საერთოდ ჯანსაღი რუტინა. სწორედ ამ პერიოდში დავიწყე ობსესიურად გადაღება. ვიღებდი ყველაფრით, რაც ხელში მომხდებოდა, ყველაფერს, რაც ჩემს გარშემო ხდებოდა. ეს ჩემთვის ისეთივე საჭირო იყო, როგორც ნებისმიერი სხვა ბუნებრივი მოთხოვნილების დაკმაყოფილება. ასე გავხდი გოგონა კამერით. რადგან ბევრი ადამიანი მთხოვდა ხოლმე თავისი ფოტოს გაგზავნას, მეც ავდექი და გავაკეთე სოციალურ ქსელში ეგეთი ალბომი, სადაც ყველაფრის ატვირთვა დავიწყე. ხალხმა ფოტოგრაფის დაძახება დამიწყო, მე კი ძალიან გამიჭირდა ამ სტატუსის მორგება, რადგან უფრო რაღაც მოგონებების შემგროვებლად აღვიქვავდი თავს. მე არც ფოტოგრაფიაზე ვიცოდი რამე როგორც ხელოვნების დარგზე და არც პროფესიონალური კამერის გამოყენება ვიცოდი. ერთ დღესაც ამ ჩემ პატარა კენონს გადაესხა ჩაი და შეწყვიტა მუშაობა. მის გარეშე ყოფნა, ხელების გარეშე ყოფნას გავდა. და როგორც ჩანს, ხვებმა შეამჩნიეს ჩემი უკამერობა. ერთ დღეს ჩემმა მეგობარმა კურსელმა მთხოვა, რომ ბარში შევხვედროდი. იქ მისულ ჩემი სხვა კურსელებიც დამხვდნენ მაგიდასთან და მეც ბედნიერი შევუერთდი.
ცოტა ხანში ჩემ წინ გაჩნდა ყუთი და ყურში იდო ჩემი Canon-ისნაირი ახალი კამერა. მაშინ მივხვდი, რომ ის რასაც ვაკეთებდი, მხოლოდ ჩემთვის არ იყო მნიშვნელოვანი, რომ არსებობდნენ ადამიანები, ვისაც უხაროდათ მოგონების შენახვა ისევე, როგორც მე. და მაშინ აღმოვაჩინე, რომ ამ საქმით შემეძლო სხვებისთვისაც ყოფილიყავი სასარგებლო. თან ეს ძალიან დიდი შეგრძნება იყო, რომ არსებობდნენ ადამიანები, ვისაც ჯეროდათ ჩემი ისე, რომ თავიანთი გაჭირვებული სტუდენტური კაპიკები შეაგროვეს და მე კამერა მაჩუქეს. მაშინ არ ვიცოდი, რომ რამდენიმე წელიწადში ჩემი ამ Canon-ით გადაღებული ფოტოებით თავად Canon-ი მიმიწვევდა საფრანგეთში საერთაშორისო ფოტოგრაფიის კონკურსებზე, სადაც ვორქშოპებზე, სადაც 25 საუკეთესო ფოტოგრაფში დამასახელებდა იმ წლის ნაკადის. არც ის ვიცოდი, რომ იმ პერიოდში გადაღებული ფოტოებით საფუძველი ეყრებოდა ჩემს 10 წლიან ფოტოსერიებს პოსტსაბჭოთა ახალგაზრდობაზე, რომლითაც Magnum Photos აღიარებას მოვიპოვებდი. მაშინ მე ისიც არ ვიცოდი, რა იყო Magnum Photo საერთოდ. მათთვის, ვისთვისაც უცნობია, ეს არის მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ფოტოსააგენტო, რომელიც შეიქმნა ლეგენდარული ფოტოგრაფების მიერ. მათ არამხოლოდ გადაიღეს მთელი მსოფლიო, არამედ დიდად განსაზღვრეს და შეცვალეს ის თუ როგორ ვუყურებთ სამყაროს ფოტოგრაფიის საშუალებით. მოკლედ, ის რაც დაიწყო შიშით, ნელ-ნელა ფორმირდებოდა ჩემს პროფესიად და ეს გარდამავალი პროცესი სულაც არ აღმოჩნდა მარტივი. მე ხომ მანამდე ფოტოებს გულუბრყვილო არაპროფესიონალიზმით ვიღებდი და ამ საქმის პროფესიად გარდაქმნა თავის მხრივ ბევრ გამოწვევას და პასუხისმგებლობას დაუკავშირდა. ჩემი სურვილი იყო, რომ ჩამოყალიბებულიყავი პროფესიონალად, თუმცა არ დამეკარგა ეს გულუბრყვილობა და გულწრფელობაც. ყველანაირ საშუალებას ვეძებდი, რომ მეტი მესწავლა, მეტად განვითარებულიყავი. დავიწყე ჩემი ნამუშევრების გაგზავნა საერთაშორისო და ადგილობრივ კონკურსებზეც. ძალიან ბევრი უარი მივიღე პატარა წინსვლებთან ერთად, მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ უარის მიღება არასდროს არის მარტივი, ამას არ გავუჩერები ვარ, რადგან ფოტოგრაფია ჩემთვის გადარჩენასავით იყო. სწორედ ეს იყო, რასაც მიმართავდი მაშინ, როცა მწყინდა, მიხაროდა ან მტკიოდა. ეს უფრო დიდი ძალა იყო, ვიდრე ნებისმიერი უარყოფა ან წარუმატებლობა. 2025 წლის გაზაფხულში, როცა ჩემ ცხოვრებაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და ბნელი პერიოდი იდგა და ვერსაც სინათლეს ვერ ვხედავდი, თავს დავაძალე, რომ მემუშავა და მევარჯიშა აპლიკაციების წერაში და ჩემი ფოტოების თანმიმდევრულად დალაგებაში. სწორედ ესეთ ვარჯიშში შევავსე Magnum Photos ინგემორატის პრიზის აპლიკაციაც, რაც განკუთვნილი იყო მსოფლიო მასშტაბით 30 წლამდე ქალი ფოტოგრაფებისთვის. შევავსე და დავივიწყე. აქედან რამდენიმე თვეში ბედნიერება მხვდა წილად, რომ მემუშავა თბილისის ფოტოგრაფიის და მულტიმედიის მუზეუმის სახელოვნებო რეზიდენციაში Magnum-ის ლეგენდარული ფოტოგრაფის ანტუან დაგატას მენტორობის ქვეშ. ერთ-ერთი სამუშაო დღის მერე გავუზიარე, რომ დაკარგული ვიყავი, რომ ვერ ხვდებოდი რამდენად მნიშვნელოვანი იყო ის, რასაც ვაკეთებდი და საერთოდ ვიდექი თუ არა სწორ გზაზე. ჩემ ცხოვრებაში რაღაც ერთგვარ უიმედობას დაესადგურებინა. მაშინ ანტუანმა შემომხედა და მითხრა, რომ ამ ინფორმაციის გაზიარებას ოფიციალური წერის მიღებამდე არ აპირებდა, მაგრამ იმ მომენტში საჭიროდ ჩათვალა ჩემთვის ეთქვა, რომ Magnum-ის კონკურსში 30 Magnum-ის ფოტოგრაფის ხმა მივიღე. მომავალ დღეს კი უკვე ოფიციალური წერის მომივიდა, რომ ჩემი 10 წლიანი პროექტით პოსტსაბჭოთა ახალგაზრდობაზე მოვიპოვე Magnum-ის აღიარება. სიხარულისგან და მოულოდნელობისგან დავდუმდი. ჩემს უიმედობაზეც გამეცინა და კიდევ ერთხელ გადავიაზრე, რამხელა მნიშვნელობა აქვს შრომას, მაშინაც კი, როცა გგონია, რომ არაფერი გამოგდის. ჩემმა ცხოვრების გამოცდილებებმა მასწავლა, რომ ის, რაც ჩვენს ცხოვრებაში შეიძლება ყველაზე მნიშვნელოვანი გახდეს, დღეს შეიძლება რაღაც ობსესიას ან შიშს გავს. შიშის მიმართ დამოკიდებულებაც ძალიან შემეცვალა. რადგან მივხვდი, რომ ის რისიც მეშინია შეიძლება ჩემი სუპერძალაა. ამიტომაც ყოველთვის თავით ვეშვები ყველა გამოცდილებაში, რაც მაშინებს. ჩემი ამ სცენაზე დგომაც ერთ-ერთი ასეთი გამოცდილებაა. ვიცი, რომ ძალიან ბევრი ადამიანია, ვინც ისეთივე დაკარგული და დაბნეულია, როგორც ვიყავი და ზოგჯერ კიდევ ვარ ხოლმე. სამყაროში, სადაც თითქოს ყველა მიცის საით მიდიან, გზაბნეულს ხშირად გვაწუხებს ეჭვი, გაურკვევლობა და გვხვდება წინაღობები. შეიძლება შეისვენო, გაჩერდე, უკან დაიხიო, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მოძრაობა დაღლილმა რომ დაისვენებ, მაინც გააგრძელო. რადგან შეიძლება სწორედ ის ერთი ნაბიჯი
გვაშორებდეს იმ წარმატებას, რასაც გაჩერების შემთხვევაში არ გადავდგავდით. მივხვდი, რომ დანიშნულების ადგილზე მნიშვნელოვანი მართლაც რომ გზაში ყოფნის თავგადასავალია. ჩემი მაგნუმის აღიარება ამ გზაზე მწყურვალისთვის წყლის მოწოდებასავით იყო, რამაც დაღლილს ზალა მომცა, რომ გზა ისევ გამეგრძელებინა. რაც შეეხება შიშს, ის არსად გამქრალა, რადგან დღემდე ჩემი ერთ-ერთი მთავარი მამოძრავებელი ძალაა. დავიწყების ჯერ კიდევ, მაგრამ თავად შიშის უკვე აღარ მეშინია. მადლობა.